შემოლადო და ბატონ ტარიერ. პირველ რიგში უზარმაზარი მადლობა რომ მიგვიღეთ სტუმრად. ასეც გითხარით რომ ქართველ კაცს სტუმრის მიღება არ ეშლებაო და მithuetes თქვენ. პირველად რომ ვიყავით მოსწავლეები, მაშინ გულწრფელად ჩავიფიქრე რომ კიდე მინდა მეთქი მოbrunება და მადლობა რომ შევძელით. და ისევ თქვენთან ერთად ვარ და ისევ მამების დრო არის ეთერში. მიშო, მოდი რაც გზაში ვისაუბრეთ, რომ თქვათ რომ გვინდოდა ახალ წელს განსაკუთრებული სტუმრით დაგვეწყო მამების დრო და ვიფიქრეთ და ტარიელ ბატონზე მაგარი სტუმარი, რა ვიცი, იშვიათად შეიძლება ყოფილიყო და ახალ წელს ჩვენს მაყურებელს ასეთი გადასარევი სტუმრი თუ და მიულოცოთ. და ბარემ ახალ წელს მიულოცოთ ჩვენს მაყურებელს. პირველ რიგში სულ ყოველთვის ვამბობ რომ ჯანმრთელობა გქონდეთ. ხვავი და ბარაკა ბუნებრივია. და ის ახალი გეგმები რაც აქვს დასახული ყველაფრის განხორციელებას უსურვებ 100%-ით, ისიც არ მიყვარს ხოლმე 99.9 არა 100%. კი ბატონო, გამარჯვების წინსვლისა და გახარების 2025 წელი გქონდეთ და ყველაფერი კარგის დასაწყისი იყოს ეს წელი ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი სამყაროსათვის. როგორც მე რა კოჩაშვილმა გითხრა ადამიანი ბოლომდე უნდა დაიხარჯოს და ბოლომდე ვისურვოთ. კი, ბოლომდე ვისურვოთ და აუცილებლად ვახსენოთ ჩვენი პარტნიორი სექტორი D3, რომელიც გვერდში გვიდგას, გვანებივებს გადასარევი პურით და 2025 წელსაც სექტორ D3-ს უსურვოთ ხვავი და ვარაკა. წარმატებები და კმაყოფილი მომხმარებლები. მივესალმოთ ახლა ჩვენს სტუმარს. დიდი მადლობა შეიძლება. პირველ რიგში იმიტომ რომ ახლა გამორჟამული დღე არის. საკმაოდ ისე არასასიამოვნო, როდესაც არც თოვლია და არც ჭიმს. არ უნდა ჭიმდეს, არ უნდა თოვლდეს. ესე მე ასე დამეცავ მეჩავი. აი ამ დროს შენ ვერ ისწრებ. არა ხარ ესე კარგად არა ხარ, როგორც გინდა, როგორც უნდა იყო. ეს არ არის ეს შენი სამყარო არ არის და აი როდესაც იცი რომ ვის შეერთო სტუმარი უნდა მოვიდეს. იცი ვინ უნდა მოვიდეს. აი აქ ხო არის როდესაც მოდის სტუმარი და ვიცი რომ უცხო პირველად მოდის შენს ოჯახში და არ იცნობ. არ იცი როგორ არ იცი რისთვის მოდის. არ იცი რისთვის მოდის. მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა ასეთ შემთხვევაში, როდესაც იცი შენთან ვინ უნდა მოვიდეს, არა აქვს რისთვის მოდის. ის შენთან მოდის, რომ აი ეს სიმსუვე სიცარიელე ხანდახან გარკვეული დროის განმავლობაში რო მონაკვეთში რო გაქვს თუნდაც ამიდის გამო შეგიცვალონ. რაღაც სასიკეთოდ შემოგიბრუნო. აი დიდი მადლობა დღეს სტუმრობის დღეს ჩემთან სტუმრები არ მოხვედით, ჩემთან მოხვედით ექიმები. სამკურნალოდ მოხვედით. ესე და მინდა აი დაიწყეთ თქვენ ახალი წლის მილოცვა. მეცი როგორ გიჭირს ახლა ახალი წლის მილოცვა? შენ ქვეყანას მიულოცავ. იმიტომ რომ შენ ქვეყანას იცი როგორ უნდა მიულოცო. მაგრამ აი გარშემო არის ყველაფერი გურგვინავს, ჯერებული ყველაფერი იძრის, მაგრამ აქ როგორ გინდა ისეთი წელი უსურვო შენს ქვეყანას, რომ იმათიც არ გემეტებოდეს. არა? მინდა ეს სიმშვიდე დაისადგუროს ჩვენს გულებში, პირველ რიგში ჩვენს გულებში. სიმშვიდე მასპინძელი, ამ სიმშვიდეს მომტანი ახალწლის მასპინძელი გული იყოს სიყვარულით დამხვედრი. სიყვარულმა უნდა მიიღოს გული. სიმშვიდე. აი სიყვარულმა და სიმშვიდემ უნდა იმოგზაუროს მარტო შენს ქვეყანაში კი არა, მთელ სამყაროს. ეს სჭირდება კაცობრიობა. ეს სჭირდება მსოფლიოს. ეს სჭირდება პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება ამ პატარა ქვეყანას, რომელიც აი ხანდახან რო დავახედავ რუკას, მე რო ცრემლი ჩამომივარდება, ზოგჯერ იმ ცრემლის ხელაც კი არა. ჩემი რუკაზე, მსოფლიო რუკაზე ჩემი ქვეყანა. მაგრამ არის გამორჩეული ქვეყანა. უზომოდ მიყვარს. უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ დავიბადე ამ მიწაზე, დავიბადე აი აქ და დღეს აქავა, აი ამ სოფელში. უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ მე შემიძლია მაქვს უფლება, რომ ჩემს ხალხს, რომელიც ასე უზომოდ მიყვარს, ადამიანები ახალი წელი მეულოცა. ყველაფერი კარგად იქნება. იმიტომ რომ ესე ხოდაცაც შენ არ ამბობ უარს სარწმუნოებაზე, არ ამბობ უარს მამულზე და ენაზე, შენ გადარჩენილი ხარ. შენ და ღირსი ხარ, რომ შენ ძალიან ისეთ ქვეყანაში იცხოვრო, რომელიც
შენი შვილი თქვენ გეკადრებათ. და როგორც იმ ქვეყანას ეკადრება. აქ ყველაფერი გაიulis. იცი რომ აი ერთ ლექსი მაგათ ერთ მონასტერი ქონა ასეთია. ადის თავის ნიშნულზე მსოფლიო ისტერია. ეს ლექსი დღეს ისტერია მსოფლიო ისტერია. ავით მიაღწია პიექს. სავის მწერვას. უნდა ნელ-ნელა დაცხრეს. ეს ხო ვულკანივით არია. ამოაფრქა და ხომ მე ნელ-ნელა მშვიდება და გარკვეული დროის შემდეგ ისე უნდა ამოაფრქვიოს. ესია დღევანდელი დღესია სამყარო მოწყობილი. ახლა გზაში რომ მოვდიოდით ბატონო დარიელ. მოდი ბატონოთნე ვისაუბროთ. მე რას ლაპარაკობთ? აი ძია ვიქნებს რა თქვა ძია. ვცდი, მაგრამ გამიჭირდა. ძია დარიელი. ხო ძია და ასე იცი რომ ჩვენ უფრო შინაულად ვიქნები სავსეთთან ასე აჯობებს. ხე დავიძაბე. მაშინ შეთქვია კითხვა დასვი არა, მაგრამ ის მაინც მინდოდა მეთქვა რომ გზაში რომ მოვდიოდით, საუბრობდით რომ ხო შეიძლება რომ იყოს სიმშვიდე და გვიყვარდეს უბრალოდ ერთმანეთი და არ იყოს ეს ცუდი ამბები, ომები, ვიღაცის საკუთრება არ უნდოდეს, მიწა არ უნდოდეს, ცოლი არ უნდოდეს, ფული არ უნდოდეს, უბრალოდ მშვიდად ვიყო და ერთმანეთს სიყვარული გავუზიაროთ. შევირგოთ ის რაც მოგცა ღმერთმა და ვიყოთ მშვიდობით და სიყვარულით. არა და ერთი შეხედვით ძალიან მარტივია. ჩამომიშო. ჩვენ სამშობლო დავყავეთ საკარმიდამო ნაკვეთებად. საკუთარ ეზოებად დავყავეთ სამშობლო. მე ჩემ ეზოს უნდა მოვუარო. ჩემ სამშობლოს. ეს არა არის ჩემი სამშობლო. ეს არის ჩემი ეზო, არა სამშობლო. სადაც უნდა იმ. აი სამშობლო ჩვენ გამესიკიდან აღარ ვიხედავით. ასე დაყოფილ საკარმიდამო ნაკვეთებში ვცხოვრობ და მე ჩვენ გარკვეული ღვაწლი ერთმანეთს მიმართ. იმისათვის ცოტა უკეთესია ჩემ ეზოზე. უკეთესია ჩემ ეზოზე და იმიტომ ის მეტად მშრომელი არის. იმას უulis კარგად და მოუვარ თავის თქვენს იმას. ის არა. ამიტომ გახშულ ბოღმა როგორ? რატო? შური კლავს. რატო აი შემზე უკეთად? იმიტომ რომ და შენ არ გინდა უფლი დაღვარ. შენ არ გინდა ხელი გაიქნიო. ესია სახელმწიფო. ესია ხელისუფლება. სახელმწიფო წესი არა აქვს მნიშვნელობა ვინ დგას. ჩემთვის ორივე არის მკითხველი, ჩემი იქთან მხარეთ და აქედან მხარეც. და კი ვინ დგას შენს, ვინც მე არ უნდა ვიყო ვინმეს ინტერესების დამცველი. მე ჩემი ინტერესებს არ უნდა ვიცად, მე ის იყო ყველაზე ჩემთვის ყველა მთავარი არის. აი ილია ჭავჭავაძის რანი ვიყავით, რანი ვართ და ვინ უნდა ვიყოთ. რანი ვიყავით ვიცით. რანი ვართ ხედავთ. რანი რო უნდა ვიყოთ, ეს უნდა ეს ველი უნდა გავასუფთავოთ. თორე ასე თუ დარჩე რომ რანის დღეს ავართ. შენ შეძერავ არავინ არ თქოს რანი ვიყავით. იქიდან დაიწყებენ სოციალიზაციის სადაც ილია საუბრობს, არა ვინ ვიყავით. აი ეს უნდა დამთავრდეს, ეს დამთავრდება. ეს არის სახადე, რომელიც უნდა მოიხადოს ქვეყანა. ტარიელ ბატონო, ძია ტარიელ. ახალი წელი მიულოცეთ მაყურებელს და ახალი წლით მინდა დავიწყო ჩვენი კითხვა. რა ტრადიციები გქონდათ ოჯახში საახალწლო, როცა ბავშვი იყავით? და რა ტრადიციები გაქვთ ახლა? ის ტრადიცია იყო. რაც მაშინ მქონდა, ჩემთვის ის ტრადიცია იყო. ახალი წლის ღამეს პაპა ჩემი გადიოდა გარეთ. ხონდა აიკიდებდა ხურჯინს. ხო ჩვენ მაშინ დიდი თოლიო ხონდა. შემოაგებდა გარეთ და შემოგვიყრიდა გამპეტებს ასე და დაგულოცავდა. მე სუფრა იყო, ჩვეულებრივი სუფრა იყო და ნაძვის ხები არ ქონდა. რაღაცებს საერთოდ მეტოდიან ხემაზე არ გადარო ყველა ხილი რაღაცები ვაგებული და ჩვენ მაინც ბავშვები რო ვიყავით, გამპეტზე გაგვირბოდა თვალი. ის გიყევდა. პაპას რა ერქვა? კონსულა გამოიზრდა სახელი და სიმონ შეძახდნენ ესე. ეს იყო ჩვეულებრივი ძალიან მარტივი სუფრა. რაც ჰქონდა იმაზე მეც არ ხარჯავდით, რაც არ შეგვეძლო. ხარჯავდით იმდენს, რამდენიც შეგვეძლო, იმიტომ რომ ჩვენ მეორე დღეზე ვფიქრობდით. დღეს რო ყველაფერი მოიტანო, გადაიო, ყველა აღარ ნაკლებია გექნება. შესაძლოა უნდა დაეწყო წოცუნი, არა? ეს წელი განსაკუთრებით მჯერა რომ უკეთესი იქნება წინაწელთან შედარებით. უკეთესი იქნებოდა რომ როდესაც საზოგადოება იღებს პასუხისმგებლობას ქვეყანაზე და არა ხელისუფლება,
ანუ პოპას მეორე მხარე. მოგო მრაშველი გაქვს. როცა საზოგადოება მისის ქვეყანას როგორ მოუაროს. რამე კერძი იყო ისეთი, რაც ახალ წელს აუცილებლად იყო ხოლმე? ხინკალი აუცილებლად ყოფილიყო. ეს იყო აუცილებლად ყოფილიყო ხინკალი. დანარჩენი, აი თუ ტკბილე ეს იყო, უნდა გააკეთა ხილი, უნდა მოგეტანა რაღაც და სოფერს რაც შესაძლებლობაც ჰქონდა, ყველაფერს მოქონდა და ხინკალი აუცილებლად იყო. შევშავსებოდ ღორები იკულებოდა. მაგრამ ჩვენ ხელსურები აჭამდნენ მაშინ ღორს. და შევალები და გაურბოდნენ ნაკლებად ჩავდნენ და შალე უფრო ჩავდნენ ხელსურები და ნაკლებად უფრო სულ ფაგას აქოლელი იკულებოდა საშობაოდ. და ხინკალი აუცილებლად ყოფილიყო. ხინკალი ახალ წელს. და პირველი სადღეგრძელო რა იყო ხოლმე ბატონ ძიატარი? პირველი სადღეგრძელო აუცილებლად ახალმოსდალაცადნენ ახალ წელს მოსვლას. რადგან უნდა გაგიკვირდეს, მაინც მშვიდობის სადღეგრძელო მიდიოდა. და ჩვენთან ასეთი წესი იყო უფალს ადღეგრძელებდნენ, როცა ყველა სადღეგრძელოს მოილევდნენ. რომ შეჯამება უნდა ყოფილიყო და ეს როგორც ახსარება ჩაგებარებინა სადღეგრძელო სახით უფალთან. მე ეს მოვიდა უფლის ყველა წმინდა ყველა სადღეგრძელოები. უფალს მაინც ასე ვფიქრო ეს შეიძლება ეს ტრადიციული იყო, შეიძლება არ იყო. ეს ჩვენ ოჯახში კეთდებოდა, ჩვენ ოჯახი აკეთებდა. ამას და მე ყურადღებას ამოტივტივდა ბახომე მეც შემეშეს გონებაში რომ რატომღაც მაინც ბოლოს და ბოლოს ისმებოდა უფლის სადღეგრძელო. და მე ვფიქრობ ეს ალბათ შეგნებულად იყო, იმიტომ რომ ყველაფერზე უნდა ისაუბრო რომ უნდა ღმერთთან მეხვიდე. ღმერთთან ესაუბრო. აი სადღეგრძელო ახსენეთ სუფრის ტრადიცია. მამა თუ გასწავლიდათ რომ აი თქვათ რაღაც ტრადიცია არსებობს რომ ამ სადღეგრძელოს მერე ეს და თქვა აი რაღაცა ტრადიცია არსებობს სუფრაზე როგორ უნდა გააკეთო თუ ამას უბრალოდ ყურებით სწავლობდით თუ მამა გასწავლიდათ რამეს? მამა ჩემს სამის უთარეცალა. მამა ჩემი ასეთი მე ჩვენ ხო ტრადიციული ოჯახი მე ცხოვრობ ეს ტრადიციული ოჯახი მოვიდა. მამა ჩემი იყო მსგავსად, გადიოდა, მომთაბარეობდა. და ახალ სახში არ ყოფილა მაჩე. ის არა, მამა ჩემისთვის ახალი წელის ვაჟა-ფშაველა იყო. წელიწელიც და საერთოდ სამყარო იყო ვაჟა-ფშაველა. იმის იქით მე არაფერს არ ახედავდა. ვაჟა-ფშაველა, არც არაფერი სწამდა. ვაჟა იყო იმის ღმერთიც ის იყო, ხატიც ის იყო და წმინდანიც ის იყო. ხო არ იცნობდა პირადად? არა, პაპა ჩემს ეკავა დედა ჩემს მომას ვაჟა-ფშაველა ნანახი, იმიტომ რომ ხო ჩამოდიოდა ხოლმე. გაგმას ოფერში ყავდა გათხოვილი გოგო ერთი, პოცოკლებს ყავდა. თამარი. იქ ჩამოდიოდა ხოლმე და პაპა ჩემთან შეხვედრილი გზაზე აქ მოძრაოდ მიდი მოდიოდა. მამა ჩემს ახლა 15 წელს 1915 წელს იყო დაბადებული. შესაბამისად ვერ ნახავდა. აი ამას ჩვენ მაყურებინე ზუსტად ის საქართველოს ყველაზე ღარიბი პოეტებიო, თუ მწერლები იყო, პოეტები მე. რომელი პოეტები იყო კი? და ვაჟა იყო, ნიკოლოზ ბარათაშვილი იყო პირველი და ვაჟა იყო ერთ-ერთი და როგორ ისა რაღაც უსამართლო ცხოვრება. რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველი იყო ისეთი ადამიანი, ვისაც ჯიბეში რა ერქვა მაგ გროში, კაპიკი, ფული, თეთრი, რა ვიცი, არაფერი რო ერქვა. ის ხო ცნობილი წერილია გამომცემლობას რომ გამოუგზავნა რომ იქნებ ცოტა ადრე ჩამერიცხო ჰონორარი რომ ქალაქში ჩამოსვლა მინდაო. მამასთან ურთიერთობას იყო ძირითადად სხვარში, მაგრამ ურთიერთობა მაინც ჰქონდათ. როგორ გაიხსენებთ აი ამ ურთიერთობას? მამა ჩემს ყოველთვის მიყვარდა, როგორც კი დაგვითხოვდნენ სკოლიდან, იმ 3 თვის განმავლობაში უნდა ყოფილიყავი დაში. მამა ჩემთან ყოფილა. მამა ჩემი კაცრი იყო. მამა ჩემს არ უყვარდა შეშარაგაცი. მამა ჩემს არ უყვარდა მე შეშარა ვიყავ ბალღობაში. გარეთ ვერ გავდიოდი თუ პაპა ჩემი არ გავყებოდი ხოლმე არ მოსწონდა ესეთ რაღაცები და ყოველთვის ცდილობდა რომ ბუნებასთან მე ბუნებით მეცხოვრა ბუნებასთან გავამენახა ეს საერთოენა ამიტომ ის მარტო ხომე სხვაში როგორც მე ასე ვიყავი
ოდო მენელა მიმაჩია და როდესაც მე ეს არ მოსწონა მე როსას მე საფსოვდი ყველგან მეტადას არ უყვარდა მე როსას მე საფსოვდი და არ მიმეჩის რაღაცა გამორჩეული იყო სოფრასთან სტომა მაგრამ არ უყვარდა მე ის არ დაეთურებოდა ხოლმე ისოდა სიმღერა იცოდა მაგრამ ღეროდა პოემა ვაჟაფშალას პოემები და ერთხელ ასეთი მე და ჩემი მოგლა ვიყავით ქორწილში მამა ჩემი გარკვეული ხო დროის მე აკრძალა სასმელეთო რომ დაუძროდა და ჩამოვიდა ჩემი შვილი და პაპა ვათარი მითხრა წამოდიო რა გამოდიო რა ძალიან ალბათ აკუდებაო და მამა ჩემი ვიგა იქ და ვაჟაფშალას ბოლო იმაზეა მისული მშვიდობით საჯიხვეებო გამახარებულ ნატურალიზად მშვიდობით ჩემოსახკარო გულში ამშროლო ბრალისა დამატებონო პაპა კვდებოდა ეთხოვასა გემშვიდობებო და და თირია ბავშვი უკვე სოლის მეუღლე სოკოლანი ესე განიცდია რომ როგორ ახლა დაამთავრე და წავაგე ამენდა ზისი და ესე თავდახე და ხო შევატყო რომ მე ხო ვიცი მის ხასიათი აუცილებლად დაამთავრე უნდა გავდაკეთელა ურთო დაამთავრება თავისი მონოლოგი ანუ ამ დონეზე უყვარდა ვაჟა რომ შემოქმედება იცოდა ზეპირად პირად იცოდა ეს ხუთივე პოემაზე პირად იცოდა სტომარ მასპინძელი გოგოთური აფშინა ბახტრიონი და რა მაგარია რა მხელა სიყვარული ქონდა მე დასაწყისები მახსოვს და მის მგონია რომ აუ რა მაგარია მე სათაურები ეგ მიხარია და ეს ვაჟაფშალას უყვარდა ძალიან არც არაფერი წაუკითხა იმის გარდა ვაჟაფშალე იყო იმისი გულმა დაიქონა ხოლმე გუდაში ედო და ერთხელ ვირმა ჩამოვიდა ვაჟაფშალას ერთმომული გამძი საუბილოდ გამოვიდა ვაჟაფშალას 61 წელში და ვირმა ჩამოვიდა ტალახში მოკლა ვირი რუსიცი ვინ ჩამოვიდა შენო დაშროტი და მოკლა აიღო ის ციგნა ისე სუბტა ისე მოუარა ისე გაასუბდელა ისე რაღაცა გააშრო გააცალამდე და მე აღარ დავოდი არსად სულ ქონდა თან 20 კითხულობდა ზებერად ეს და ძალიან მე სხვაში თქვენც იყავით კარგახას რა ციგნი ქონდათ ხოლმე მე ძალიან მე უფრო კითხულობდი პროზას მე და უფრო აი ჩემი დანა ჩემი შეცდომა ეს იყო რომ დასავლურ პროზას კითხულობდი და ქართულ მწერლობასთან ძალიან გვიან მივედი სანამ მიხეიჯა ხარჯავახიშვილის ჯაკოსხიზერები არ წავეკითხე მანამდე პროზა მე არ გამორჩეულად არც ერთი ავტორი არ ვყავდა მე რამდენად ჭირდებოდა აი ხან არის რომ გონება დაიღალა აღარ უნდა აღარც ფიქრის საშუალება და ერთმანეთს ისეთ მწერლებს რომელიც უფრო სათაღა დასავლო და მსუბუქ ჟანრის ლიტერატურას ირჩევ რომ გონება უნდა მოემზადოს და დაისვენოს შეუნდა მისცე გონებას დასვენების საშუალება არ უნდა უჩიჩხინო გონებამ უნდა თვითონ მიგანიშნოს როდის გაეღვიძეს და შენ თვითონ გძნობ გონების გამოღვიძებას და მე კითხავ უფრო სერიოზულ ლიტერატურის კითხვას კითხულობ იმდენს და მე ჩერდები გარკვეული დროის განმავლობაში ჩერდები და გონება მუშაობს ვაჟა უყვარდა მამას განსაკუთრებით თქვენ ლექსებს თუ კითხულობდა და როგორ რამდენად მოწონდა არც იცოდა რომ წერდი არც იცოდა რომ დაიბეჭდა 78 წელში რომ დაიბეჭდა 76 წელში დაიბეჭდა ცისკარში და უზარმო უამრავი წერილი მოვიდა მაშინ გაიგო რომ წერდი და დაახე 2000 წელი მოვიდა და ეს კითხულობდა მაჩემ და მე თქო ხომ ეს წაიკითხეს არა ეს წაიკითხეს არა ეს რომელიც მარტო ხო და მე გაიგო რომ წერდი რაღაცას მაგრამ ვაჟა სიმაღლემ და ამაშენიკა და ისე მოწონდა თქვენი შემოქმედება მაგ სტილს ვერიგებდა მაგრამ რასაც შენ წერდი ის იყო მიჩეული შაირის ვაჟას შაირს და ხალხურ პოეზიას იყო მიჩეული
მაგრამ ამას მე რამეც ეს ზოგჯერ ავტორი დისტრიქოს ავტორი ზოგჯერ თავისუფალმა ეს მაგიჩის მოუღებელი იყო. მამაზე თუ გაქვთ დაწერილი? მამაზე თუ გაქვთ დაწერილი ლექსი? კი მაგ მამა ჩემო თოვლის სფერო. კი როგორ არა. დროთ ყივილებს არ მიამებს. გავაგრძელო კიდევ ფრენა ფიქრი დამეყვალიანე. მე ასე როგორ არა მამაზე. რა. ლადო სულ იმას წუხს ხოლმე მამაზე არც იმღერა არისო ლექსისაც ვერ იხსენებს და ეგ ლექსი რო წაგვიკითხოთ თუ შეიძლება. მაგარი მაგარად მაგება მამათა თოვლის სფერია. ხო, გათოვლის სფერდა კი. მამა ჩემო თოვლის სფერო დროთ ყივილებს არ მიამებს. გავაგრძელო კიდევ ფრენა ფიქრი დამეყვალიანე. მამა ჩემო თოვლის სფერო მაღლობს წამაცურებს წერით ქარის ხმაზე ქრის სიმღერა ძიმის ხმაზე ჭათავს ცრემლი და ჩემო თოვლის სფერო და მე მიწის სფერო და მე მწუხრის სფერო და ქსული შავი ზორი მაწევს სივრცის ვარ თლანა დაჯანღული თავზე მაწევს დანაცრული ცა 100 არ მეტრთოლია მამა ჩემო დამასრულე წუთის სოფლის სიმფონია გუდა ვისწავლა და შობლების სადღეგრძელოზე თქვა ხოლმე. საავტორო უფლებები ხო შეიძლება რომ აი ასე საავტორო უფლებები ავიღო მიშე რომ შობლების სადღეგრძელოზე როგორი საოცარი ამას ქონდა საოცარი ბუნება. არასოდეს არ ინახავდა მუდამ ყავდა ცხვარი მაგრამ ყავდა სხვისთვის. თუ სადმე გაჭირებული ოჯახი იყო მეუტანდა ყველაფერს. უყიდი და გაყიდი და იმას იყიდი და მეუტანდა. ყველა გაჭირებულს ხოლმე აგინებდა ხოლმე. შენიშვილეს ადანი და შეშუეთან დასრებთ აგინებდა. დედას აგინებდა შვილი. დედასთან უხარა თავს ხმადა. ეს ქონა საოცარი ბუნება რომ ჩამოდიოდ ერთი მოხუცი ქალი ცხოვრობდა სუბოლო სოფელში ერთი გაიყო იმ სოფელში. ქურთის კარს ეძახით და ძილა ერქვა ამ ქალს. ძალიან გაჭირებული იყო აუტანდა ხოლმე შემოდგომით უტევდა ქვეყნის პროდუქტს გაზაფხულით ქვეყნის პროდუქტს მიუტანდა ასეთ ბუნების კაცი იყო იმიტომ ოღონდ გაეღო სხვისთვის შეამოვნებინა და ოჯახში შურამე ჭირდებოდა მას არ ფიქრობდა ოჯახი არ აინტერესებდა იმას და მე როგორიც როგორ დაიცვალა იმაჩემს არ სწამდა არ იყო მორწმუნე როგორ დაიცვალა მეუღლა მითხრა რომ მოდი მოიყვანოთ მამაო და წესი ავაგებინებდა არა მეთქი არ სწამდა და მოადგა ნახევარ საათში გუდალი მომადგა კარებზე თავისით მოვიდა და მე ვუთარი აი ვექვეით მივიდიოდი გაგმართ გოლებში ჩამოღალ მახარაზე იქით მივიდიოდი და აქეთ გულმა გამომწეაო არც თვითონ მამა შენ გარდაცვლილი იყო მოვიდა და აუგოწესი სიკეთე არ იკარგება. ასე ეს არის ამას ისეთი რაღაცა ჩადებული, გაკეთებული თავისი ცხოვრების მანძილზე, რომ გულმა აქეთ გამომიწევდა და აუგოშოლებული აუგოწესი. ახალები ქონა უზარმაზ, არა ახალ ერთ-ერთი მუშტიკებდა ამ ხალა. ძალიან ძლიერი ფიზიკურად იყო ძალიან ძლიერი. და მაღალი კაცი იყო. შინაგანად ძლიერი იყო, რასაც თქვენ ყვებით ახლა. ხო არის წარმომიდგენი ახლა მთელი წელი ფაქტობრივად ოჯახს ხარ მოწყვეტილი ხარ მთაში შეიძლება წელიწადის განმავლობაში ორი კვირა ყოფილიყო სახლში ურა ძალიან რთული იქნებოდა ალბათ შვილებისთვისაც და ოჯახისთვისაც რთული იქნებოდა ხო ეს ხო მე გარკვეულწილად აჩვევი თორთა განმავლობაში აჩვევი იმიტომ რომ იმისი ეს წესი ამაში ცხოვრების წესი ეს არ უნდა შეუშალო ეს წესად იქცა მეც მე რო წავედი სხვაში მივხვდი რომ ეს სწორად იქცევოდა ასე უნდა ეს იმიტომ იყო ასეთი კეთილშობილი რომ ბუნებასთან მქონდა თანაცხოვრების წესი ბუნებით ცხოვრობდა თებთან ცხოვრობდა მინდორ დინარეებთან კლდეებთან ცხოვრობდა და ყველაფერი ჩანდა იმის ხასიათში გაუტეხლობა წაუქცევლობა შიში არაფრის შიში და სიყვარულის განცდა კეთილშობილი ხო არ შევუკეთოთ ამას ცოტა თითქოს მიინავლა მე თქვენ ისე მე როგორ შემოვითავ მე გავა ეს ხო არ შემიშლის ხელს არა ხო არ მოგიხმაროთ არა შენ კაი კამაკ შემოვიდა და
მაგას უბრალოდ გაგეკრა და გამოუჩხრი კაცოთა გამოუწე. მე მივეხმარები მაშინ. აუ ღუმელი არ გამომიჩხრიკავს, რამდენი ხანია და რა მაგარია. შენს გიყვარს ნაცრის ქექვა? გიждები ბიჭო, ღუმელთან ურთიერთობაზე გიждდებოდი მიშო. ნარიბი ესენი. ალლა შევკეთეს ორივე შვილო, ხო იცი როგორ შევკეთე. კი, მაგას უბრალოდ მიშოს. კი, ამას მოდან დავადებ და ეგ არის. მომენატრა ღუმელთან ურთიერთობა გაზმა გაგვათანამედროვა და დამავიწყა. ღუმელი არა ელადია, მაგას ქვია ფეჩი. ხო, ფეჩთან ურთიერთობა. სულ სხვა სიტუა. ხო, ღუმელი ეგრევე ის წარმომიდგება ხოლმე გაზი. ხო, აი სულ სხვა სიტუა, სულ სხვა ეშხია, აი ზამთარი რაც ბავშვობაში მიყვარდა. არის ღუმელი. აი რაც გაზით გათბობა დავიწყეთ, აი ის ხიბლი და შეთურადოდეს წყალი. თქვენ როგორც საჭირო. არა, ხო არ შეგვიძლია არაფერს ხარ დაგეროთ. არა, აი გადაშლო სადურდეს რომ დღეს ხო ჩვენ თქვენ ხო ახალ ჩემთან აღარ იქნები და აი ეს დავდგათ ხინკალი მოხარშო და დღეს ხო წარსაცამშრალები აღარ ახართ. ვისაუბროთ ანუ მოდით მოგონებების კიდე ერთი ფურცელი გადავშალოთ და სკოლის პერიოდი მინდა რომ გავიხსენოთ თუ შეიძლება. როგორი მოსწავლე იყო ტარიელ ხარხელაური? მასწავლებელი თუ გიბრაზდებოდათ არ ვიცი თუ გახსოვთ ეგ ამბები. სკოლაში მივედი 8 წელს. 7 წელსა უნდა გავხდარიყავი სექტემბრამდე. მე გავხდი დეკემბერში 7 წელს. ამიტომ არ მიმიღეს. მე 8 წელსა მიმიყვანე სკოლაში. და წარმოვიდგინე წინ არ მიყვარდა სწავლა. და თვითონ დროც არ ქონდა რა გასწავლე, იმიტომ არავის არ ქონდა იმის დრო რომ მაშინ სოფელში ახალ დამთავრებული ომი და ყველა რაღაცით არის დაკავებული. მაშინ ყველამ თავის რაღაც საქმე უნდა აკეთოს. მე ყველა 2-5-იანი მყავდა მარტო. ყოფაქცევაში და ფიზკულტურაში. დანარჩენები მეწერა სამიანე, მაგრამ სამიანე გაჭირვებული სამიანები. პატარა თავი და ბოლო ფეხი რო არ ასრულდება, ვარ. ასეთი სამიანები. და პირველი მე მეხუთე კლასში დამტოვეს. მათემატიკაში ორიანი გამომყვა. ვერ ჩავაბარე მათ, ეს ჩაშემოდგომა. დამტოვეს და რო დამტოვეს მე 7 კლასში რომ მივედი, მაშინ 7 კლასი იყო. როგორ დღეს არის 9 კლასი. ხოდა ჩემს უთხრეს რომ არაფერი აზრი არ აქვს მაგის სკოლას შეავსო და წაიყვანო და ხელობას მაინც ხელვა რაღაცა ისწავლოსო. ახლა დაფიქრე მე ორმობა ვიცი. გუთნის წერა ვიცი რაღაც ეს არის საკმარისი. მეც ჩვენები სოფლელი ბიჭი სწავლობდა პროფტექნიკურ სასწავლებელში, საზეეკლოზე. და მოდი წავიყვანოთ ეს ქრებეს ხელვა მაინც ისწავლოს, ხელვა მაინც ეკნება თორე. როდამ და წამიყვანეს. ჩავედი 2 თვე შევძელი ყოფნა. ეს თბილისში? თბილისში. მან წამიყო. არ მაგარი მალაკნერ ბაზარში ძახერ მაგ ადრე მან სადღაცას იყო და მე რა გახდა იცი რატო ქალაქის და გამიშთა სუდი ასეთ წარწუს ასე უნდა დამოკიდებულებო ქალთბის გამატარა ჩემმა მე რომ ქალაქ უნდა გამაცნოს და გავყევი და ქუჩები არის ასეთი კიროვის ქუჩა გამოს ქუჩა ალარცეთკინის 26 კომისრების ქუჩა და დამატარა და ვერსად ვერ ნახე ვერც დავითის ქუჩა ვერც ელეგელას ვერც თამარის ვერაფერი ეს ქუჩები ვერ ნახე და შინაგანი პროტესტის გაგეჩინა ამის გამო რატო არ უნდა იყოს კიროვის და გამოს ქუჩა შენს ქვეყანაში და არ უნდა იყოს დავითის ქუჩა არ უნდა იყოს თუნდა თამარის ქუჩა ნებისმიერ ვახტანგის ქუჩა ვახტანგი მე დადგეს ეგ მაგის მე და გამოვიქეთ ქალაქიდან წამოვედი აი მინ დღიდან ამ მქონდა ასეთი დამოკიდებულება მაქშენ ხამე გაცნობიერებელი კი არ მქონდა უბრალოდ პროტესტი გამოხატე ამით რომ ასეთი მე ლექსიც კი მქონდა დავწერე მაშინ ასეთი ლექსი იყო მაშინ მერვე კლასში ვიყავ მაშინ მერვე კლასში გადავსულიყავ რა
ასეთი ლექსი იყო თუ გადაფურცლავთ ისტორიის გაცილებით ფურცლებს ერის კაცები იმდენია ხელზე დაეთვლი მაგრამ ერისთვის ისე არავინ დაფერფლილა როგორც დავითი მიუყვებით თბილის ივაშკაცე და არ გედგენოს გულო არ მითხრა რა გაშველება კიროვის ქუჩა გამოს ქუჩა გალარაციადგენის არსად ხეადგას გაგონილა აღმომშენებლად ვაი სიცხვილო უნდა დაგწონ და გადაგცენონ ფერფლის ღირსი ხარ შენ საქართველო ეს გოგექსტმა გაგიცდა იმ დღიდან მოყოლებული და ვერ ვიტანს ჩემს ქვეყანაზე ჩემს ქვეყანაში ისაც არა ქართულია და ჩვენი შეიძლება ეს ჩემი დანაშაულებაა და არ უნდა შეეგო მაგრამ ვერ ეგუები ვერ აი შენში ძაღლი არ გაწყდა რაც მისასთან გაკავშირებს ვერ გაგიწყვეტეს არ ყოფილა მე სახელმწიფო სამსახურში არ ყოფილა ერთხელ მოვიდა ჩემთან რაიგომის დივანი ზურატოშვილი ჩემი მეგობარი იყო და სიცხვილია ბიჭო რა სიტყვას ხალხი რომ მეგობარი რაიგომის დივანი იყო და წმსათარიო ამარ გამიშემწერს და სადევას მithra სამსახური აირჩიო სამსახური არჩეული მქონდა უთხარი სხვაში დავდიოდი მოდი რაკია გასევაბა მოსატახანი რედაქციაში გამეშვა ჩემი მეგობარი იყო რედაქტორი მოადგილეთ წადიო მეორე წავა ავედი ერთი თვე მუშავე მეორე თვე ისწავლდა შობულებაში და მე დავტოვეს რედაქტორად და ხონა დაეცრა ბიუროსტომა და დაეცრა ჩავედი და და დაწერო შენ პინცინა ვერდი შენია რაღაცა უნდა დაწერო იმდენ ჯერ გახსენა სკკპ იმდენ სკკპ რო წამოვედი ეს მირტყავდა თავში სკკპ და დავწერეთ მივედი და მივედი უთხრა ჩემი ადგილი არა და წავიდე და წამოვედი მე ერთემ მოგლა წავიდა სადღაც წავიდა და ორი თვე სკოლაში გამიშემიშეს ორი თვე ქვემუშავე სუმაკ ეგნა მუშაობ დანარჩენი სახელმწიფო სამსახურში არ ყოფილა იცი როგორ არ მეჩვენება სწორად რომ შენ სამსახურში ხარ სახელმწიფო სამსახურში და ემსახურები იმად შენს ქვეყანას კი არა იმათ დაკურზე უნდა იცეკო მე სხვისა დაკურზე ცეკო არასოდეს არ შემოვნებდა არც ახლა და არც მაშინ ჩემთვის სამშობლოზე მაღლა არავინ არ დგას დედამიწაზე არც არავის არ დადგა ჩემ ჯერ სამშობლო მერე პოეზია მერე ოჯახი ახლა შეგუება ახსენეთ ეხლა რომ აი შეიძლება ჩემი პრობლემა იყო და დანაშაულიო რომ ვერ შევეგო აი ჩემი სუბიექტური აზრია რომ ის უფრო დანაშაული იქნებოდა რომ ადამიანი მაგას შეეგუო. როდესაც ჩვენს ქვეყანაში მართლა კიროვის ქუჩას ნახულობ, კამოს ქუჩას ნახულობ და ვაჟაბშაველას ქუჩა იყო სხვაგან თუნდაც და საერთოდ ვაჟაბშაველას არც იყოს. მით უმეტეს არც იყო მაშინ. აღსარსებობდა მომიზდა. ხო, აი რომც ყოფილიყო ვაჟას ქუჩა ყველა და ქართველებს იმდენად ბევრი დიდი ადამიანი ყავდა რომ არ არის საძებნი რომ ვინმე სახელი დაარქვა. რატო ყოფილიყო ქეთევაწავება? რა თქმა უნდა. ექვთიმეს ქუჩა როგორ შეიძლება არ ყოფილიყო? ექვთიმეს ქუჩა. იქ ნახების საფრანგეთში ვიყავი. ხო და მანახეს ის ექვთიმის მაზიჭე ლევილი მანახე. იცი რომ როგორ წაგწყდა გოლე, როდესაც ითხრეს რა ერთმანეთის ზულდა და რა უყურდა. აი ახლა კითხულობ გიორგი კვინიტაძის ციგნის. ეს არის შენი შემზარავის, შემსირცხვილის ისტორია. შენი 19-20-17 წლამდე. რა დღეში იყო ქვეყანა. ის ანალოგიურ მდგომარეობაში იყო. მაშინაც ასე იყვნენ. ინგლისი აპატრონებდა ბალტიისპირეთს, თურქეთის ეს საფრანგეთი სამხრეთ საქართველოს და მოგებული ომი თუ უნდა გასულიყოს თავის საზღვრებამდე საფრანგეთის ჟორდანიამ გააჩერებინა, რომ საფრანგეთმა არ გააშვებინა. სომხეთ უნდა შეეღო თავიანთ ტერიტორიაზე დაებრუნა, გააჩერებინეს, არ შეუშვეს. იმიტომ ეს როგორ დღესაა, ეს ანალოგიას გრძელდება. ანალოგიის რაც იყო, ისე ეგზერდა, იმიტომ რომ შენს ბუნებაში ზის, სანამ შენ ხასიათში ზის. აი ჩემზე სანამდე ახლა თქვენი თაობა და თქვენი შვილების თაობა არ პასუხისმგებლობას არ აიღებს ქვეყანაზე. ჩვენი ქვეყნის საშუალე არა, აი ბავშვებსაც ვუთხარი. ქუთაისში რომ ვიყავი ახლა,
გამახსენდა შოთა ნიშნიანიძის ორსტრიქონი ლექსი. მედით გადითხარებო, ღვინიებო და ციხარებო, გადითხარებო, თქვენი გზა ნახეთ. მე ვასე ვუთხარი ახალგაზრდებს, გადით და თქვენი გზა ნახეთ. არ ტარიარ ხარხალოვან გვერდიდგომა გამოგადგება და არც იმად გვერდიდგომა. თქვენ ტარიარ ხარხალოვანს გავლენდა უნდა გაყვართ, იმად გავლენდა უნდა გამა. არავის გავლენა არ გჭირდება თქვენ. უნდა გახვიდეთ თქვენ. და გადით თქვენ და გამოყვები უკან. როგორც არ დავდგები არც ერთის მხარეს და არც მოვადო ხარაზე. ეს არაა ჩემი მისია, ეს არაა ჩემი მოვალეობა. სამშობლო ჩემთვის რაფელერის სამოხობრძანა, სამშობლო როგორც უფალი ერთია ქვეყანაზე, მე ვაჟა ბრძანებს. აი რა დღეს ხდება მასთან დაკავშირებით, დღეს ხდება. სხვა რა მაშინებს ისე ვთქვათ, უდამ თქმელი ვარ ამისა, სამშობლოს და მომხობელი და გამომჯერელი გარის. მე არც ერთ ენას არ ვწნობ თუ ქართულის გვარისა, ნუ შეგაშინებთ არც გავლენთ, თედან ბობონი ხარის. ეს ამას მარტო ვაჟას როცა მაშინ კი ესა დაანეგო შენ ცხოვრებაში, წესად უნდა აქციო. უნდა ყური დაუგდო ას გელაპარაკებინ ეს ხალხი. არა, შენ არ უგდები, შენ მაინც შენ წერაში, შენ ესე უნდა მოაგრო გონებაში, უნდა გადახარშო და შენ შენი აზრი ჩამოაყალიბო. შენ როგორ ხედავ? შენ როგორ გძნობ, როგორ განიცდი? მე სამი წიგნი მუდამ გადაშლილი მაქვს. ბიბლია და ილია ყოველთვის გადაშლილი მაქვს. რაც არ უნდა ვკითხულობდი, ეს რო რაღაცას ვერ მონახავ ეს რაც შენ დაგამშვიდე, მიდიხარ ბიბლიასთან, მიდიხარ ილიასთან. და მე ვაჟა ხო მეტასობა იცი. რაღაც სამოდი ის არის, ანუ მეორე საქართველოს არსებობს ახლა იმ ლექსების მერე იცი რა გამახსენდა მიხეილ ქლივიძის ეს ლექსი მიყვარს ამას წინათ გიყვებოდი ზუსტად იქ რო ვიყავით მონასტერში. რომელი მონასტერი იყო? იქ ხო მოკლედ რა. რომ მიყვებოდი მახსოვს. ხო, მე ამ კამარებს დიდად ვაფასებ, მაგრამ სულ სხვა. მოდიოდით? ხო, არა. ახალციხეში ვიყავით მე იქ. ხო. მე ამ კამარებს დიდად ვაფასებ, მაგრამ სულ სხვა დაფასობს მეტად თამარ დედოფლის კაბის კალთაზე ამოკაწრული ხაჩიკი სვეტა. სულ კარგად აღარ მახსოვს, მაგრამ საფარაში ვიყავით. იქვე ქართულად სულ სხვა ხელია, თქვენ გენაცვალოთ ჟორა მელია. ხო და ესეთი საქართველოს არსებობს და რატო გამახსენა და რისი თქვა მინდა იცით? დასაწყისში ბრძანეთ, რომ ეს რაღაც უნდა ადუღდეს და გადმოვიდესო. ესეთი საქართველოს არსებობს, მაგრამ მე რო ადუღდება იმედია და რო გაიტანს ამ უარყოფით ენერგიას, მე დაალაგდება და ხაჩიკ და სვეტა აღარ იქნება. აუცილებლად დაალაგდება. ეს მამა ამაში ბიჭერა, ამას დარწმუნებული ხარ. ეს უნდა დაალაგდეს. იმიტომ რომ ქართველმა კაცმა იცის უზემო ემოციების ემოციების ვერ მართავს ემოციებს. და ბოლოს როდესაც უკვე მივაიხლა როდესაც აი მომანიცია ხომ ძაღლე მაიცია როგორ იცი ერთმანეთს ჭამე, მაგრამ გელორი გამოჩნდება. სოღალე მისკენ მიბრუნდება. ახლა ეგზასიასი ანალოგიური დღესაც ჩვენ მიბრუნდებით ჩვენი ქვეყანისკენ. აუცილებლად მიბრუნდებით. სხვა გამოსავალი არც. არც უფალი არ მოხდეს ამ მისნებაში. არ მოხდეს, შენ როგორც არ მოინდომო, გიყურებს კარგი ხნის განმავლობაში უფალი და მე ყველაფერს თავის ადგილზე დააკენებს. მოდი დასვირა ეს კითხვა რა. პირველი სიყვარული როგორც წესი, აი ყველას გვახსოვს პირველი სიყვარული. გამორიცხული ალბათ ადამიანი, ვისაც პირველი სიყვარული არ ახსოვდეს. შეიძლება ბავშვური იყო, სხვა პირველი სიყვარული მაინც გვახსოვს. როგორ იყო თქვენი პირველი სიყვარული? ჩემი პირველი სიყვარული ზეга და ბოლოც. საუკეთესო ვარიანტი. ხო და საუკეთესო ვარიანტი. ეს საუკეთესო ვარიანტი პირველი სიყვარული. ჩემი მოუღლეა დღესა და ბოლოს ეგ იქნება, ვინც მე ჩემი მოუღლე. გადასარევი მეუღლე ყავთ, აი საოცარი ადამიანი. სიყვარული არ არის შეიძლება საგანე რომ გადაადგილო. არ უნდა გადაადგილო. ეს არის ჩვენი სიყვარულს ვეძახით, როდესაც ემოციები ბნება და გრტოლვა გაქვს. მანდ ქალისადმი მე არა. ეს სიყვარული არა. ეს არის ბნებისთვის გარკვეული დროის შეგდება. ეს მოგბეზრდება რა. მე ხაზე გადადიხარ და მე გექცევა ჩვევად. და სიყვარულმა შეეძინა შინაარსი. ეს შინაარსი სიყვარულს შინაარს არა, როგორც სამშობლო. შინაარსზე სიყვარულზე როგორ შეიძლება მოყვე. როგორ შეიძლება სამშობლოზე მოყვე რა? ამიტომ რომ შენ უნდა შეგეძლოს ერთგულების
წესად ქცევა. არა, შენ მე რა რო შენ მამაკაცი ხარ. ასევე გმართებს ერთგული იყო. ოჯახისა და მეუღლესად როგორც ქალს მართებს ერთგული იყოს. მამა ოჯახისა. სიყვარული ჩემთვის ეს არ უნდა გაახმო სიყვარული. არ უნდა ვისმუდამ ნედლი უნდა იყოს შენში. მუშავის ერთი შეიძლება უამრავი მასალაა, აი ზღვა მასალაა მანდილოსანში, ნებისმიერ ქალში. მაგრამ შენ ხედავ რაც შენ გჭირდება. ნეგატივსაც იმას ხედავ რაც შენ გაგაღიზის, შენ გჭირდება რომ გაიმართო თავი. არა. გამოგაშალიცი აი უამრავი რა უზარმაზარი სამყაროა ქალს რომელიც არის. ამიტომ მამა და ტარიელი, მამა ჩემი და ზია ტარიელი ჯგუფელები იყვნენ და დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ და მამას აქვს ჩემთვის მოყოლილი რომ როდესაც ტარიელი შეყვარებული იყო ყოველ დღე, ყოველ მეორე დღეს მაშინ ის 12 ფურცლიანი რვეულები რო გავსებული მოქონდა ლექსებითო. თან ლექსი შეიძლება დაწერო და რომელღაცა იყოს სუსტი, რომელღაცა შედარებით ნაკლებად ძლიერი, მაგრამ ყველა ლექსი თან მამაჩემს ვთვლი რომ კარგად ესმის პოეზია და იმიტომ კარგად, მაშინაც კარგად ესმოდა შენ. იმას სახშიც კარგად ესმოდა. და ყველა ლექსი იყო ჩვეულებრივი შედევრი. ყოველ დღე მოქონდა ერთი სავსე რვეული ლექსებით საოცარი ლექსებით გატენილია. მე ყოველთვის მე გავურბოდი. მე 30 წელს დავოჯახდი რა. მე ყოველთვის გეშინოდა. დავოჯახების იმიტომ ვაი თუ მოგიწიოს ღალატმა პოეზიისა. ეს გაშინდა ეს გზარავდა. იმიტომ რომ ჩემთვის ღალატი არის წარმოუდგენელი. ხო და მე მადლობა უფარს რომ მე შემხვდა ესეთი მეუღლე რომელმაც ყველაფრიდან გაგატარეს უფლა შეგიქონა გარემო როგორც გინდოდა. ეს მარტო რო ცხოვრობა და არაფრისგან არაფერი მაგარდა ციგნისა და არაფერი არ აღარ დაკავებული. ამას დიდი ლაშქრობა უნდა რომ აგიტანოს ასეთმა ოჯახის უფროსად კაცი დაითვალებოდა ოჯახის უფროსად როცა არაფრის გამოგეთებელი აღარ გადალექცია წერის. ეს შეძლო და ყველაფერი თავის ჯანმრთელობის ხარჯზე შეძლო ყველაფერი გაეკეთებინა. ეს არის ერთგულება რომელიც თავი განცირვა ამება. არც ერთგულებაზე უფრო მაღლა დღეს. ყოველნა თქვენ ყველა წარმატებული კაცის უკან ძლიერი ცოლი დგას. ძლიერი ქალი. აი სიმონ ჩიქოვანის მეუღლეს ანალოგიური იყო. დაიცვა და ფერფლი მოაბნია საფალავზე. ასეთი ქალები არიან საქართველოს აქვს. ამის საშუალება ასეთი ქალები ყავდეს. ვაჟას პირველი ცოლი ხო ეგეთი იყო, თავგადაკლული იყო ვაჟასთვის. აი მეორე ცოლში არ გაუმართლა ის ხო ის ეჭხუბებოდა. ხო როგორც წამიკითხავს ეჭხუბებოდა რომ წადი რაღაც გააკეთეო. შენ რო განათლებული იყოს რომ დაუწუნოს. ამას არ გაპატიებდო ვაჟა მოთხრა. ხო, წერა კითხვაც არ იძლია. ხო ეგ არ ვიცოდი. ამას არ გაპატიებდი, რას აი რა მოგცამ წეროს ასე წერო რას ხაძელებს. შენ რო განათლებული იყო, მაგას არ გაპატიებდი, მაგრამ არ უნდა გითხრა უნდა. ამის გამო რა. ვაჟა შევდვა და გოდერდი ჩოხასაც მეუღლე შეგვაჟა შეხვდა. ერთგულეს. მაგრამ ვაჟასთან ცოტა ის ქალის მოულა ხაურთიანელი რომელიც იყო. ამან ცოტა მალე გამოიაცალი სხვანაირი ქალი იყო. აი ვაჟას ბუნებაში ხშირად უფრო მის ხასიათია. დედის. დედამის პოეზია უყვარდა. ეს კითხვაც მინდა დავსვა აუცილებლად რა ძალიან ხშირად გქონია ხოლმე მინატრია რომ ან მაგ ლამაზი ლექსის დაწერა შემეძლოს ან დახატვა ქუჩაში რო გოგო მომწონებია ხოლმე უცებ რომ მომდომებია ან დავხატო ან ლექსი დაუწერო მაგრამ არასოდეს არ გამომსვლია გამოვიდა ქონიეთ მასეთ შემთხვევაში ძალიან ლამაზი ქალი შეხვედრიათ და მასზე ლექსი დაგიწერიათ მაგის არა ჩემთვის ქალი არის საგანი ბუნების საგანი ყვავილი არის შემთხვევა ამასაკშიც არის აი გაივლეს გინდა მამაკაცმა გაიაროს და აი მოსასწრაფო აი უნდა გავყვე რამდენიმე უნდა დიოუკან სიამოვნებს ასეთ ჯიშიანი კაცი დადის აი მანდილოსანი გაივლეს ჯიშიანი აი სიამოვნებს ქართველი ჯიში არ გადაშენდა
და ქსიამი მისდევდა ვყავთო უყურებ არა მანე სიარულის მანერას უყურებ აი აქ ხასწავლობ ამ სიარულის დროს ასევე როგორც პამაგას ეს ჩემთვის გასაცასია მაგრამ ლექსი როდესაც მაგ დროს ვარ ლირიკული ლექსები არ მქონია აზრაცამდე პირველი ლექსი გადაეწერა მაგრამ მოუღლის გადაეწერა არც ვიყავ ხო ხარში ვიყავ გახსოვთ ის პირველი ლექსი კი როგორ არა ეგ მაგაზე ხშირად მოუყოლელი ვარ მაგ ლექსზე უნივერსიტეტი დადიოდა ხოლმე გაზაფხულით ექსპედიციებზე ფოლკლორული ექსპედიციები იყო და მეუღლეც მე ფოლკლორი მაგასა გოგიცხო იყო დადიოდა ხოლმე მაგაზე და მეუღლე და მე თუნდაც ავსოლიყავი სვანეთში მე ფოლკლორული ექსპედიციაზე და დედა ჩემო თენა დღეს დააბარა რომ უთხრეს ნუ ამოვიდესო ხვალო საქონლის რიგი აქვს ნახერი აქვს ნახერში ნუ წავიდეს ხო ეხლა მე კიდე უთხრა უნდა წაიდგა და ამოხის ფაქტს ვასა დააბარა ეს აქონი ოჩერიგი მონახერი მოიშო და მე ჯანდაბაში წასულაო დედა ჩემი ასეთ ბუნების კაცი ადამიანი იყო ამული მეტი გზა არ არის და ამული და ჩავიწეს მაგრამ მაშინ შეყვარებული ხარ რა როგორია ხამხნის კაცი უკვე ეს ამის მომენტ ესე ჩემზე 14 წელი პატარები იყვნენ ამ ხნის კაცი და მე ჩავიდა ავიღებ და ჩაველაგე პური მედი ხა და ესეთი ამედია წარწიმში ჟელავს და ასე მედი ხა და საუბრო შენ ჩემოდიდო ტკივილო დილაო ავდრიანაო წელი საჩენილო ღემილო დარდიანაო შენ რო ფიქრობდი არც აგრე რო ფიქრობ აგრეც არაო ცაცხლი მოგეგზნოს ხალხამოზე მე შენთან მაბარიალაო მე თუ არ მეტრფის დაიწვას თვალები ნაღოლიანაო შენ ჩემოდიდო ტკივილო დილაო ავდრიანაო მადლობა ქალბატონ მარინას რომ ასეთი გენიალური ლექსი არსებობს ძალიან მაგარი ლექსია ემოციებში ვართ ჩემო ვლადი ხო უხდება ამინცაც უხდება და ჩემს ამით ესეთი ღმედი ხარ და საუბრო რა შენთვის საუბრო აი მაგ დროს აი კალამი და ფურცელი თქვა არ ქონიათ ხოლმე იმახსო გონებას ნოჯა 3-4 ლექსი დამახსოვრებია გონებ მე გადამქონდა კალამი და ფურცელი ვერატარი მან დასვალდები რაღაცა მე გეკარგება და მე აღარ აღიდგენ ამ დროს გონებაში ხარშავ ინახა ახლა ვეღარ ვიმახსოვრებ უნდა მქონდეს რომ გადაიტანო ახლა უნდა ატარო კალამი და ფურცელის თუ შეიძლება მაშინ ხო სტორიკონ გრაფავ ლექს გზადაგზარო დადიხა და მე როდესაც მე აღწევს იმუზი ეგო შეხედა რომ დასრულებულია მე უკვე მიდიხა და გადაგახ ფურცელზე ამ დროს სტორიკონს ყოველ სტორიკონს იმეორებ ამიტომ რომ ძალიან ბევრი ლექსი ზეპირად 12 წელი იყავით ცხვარში და გუშინაც რომ ფიქრობდი არ ვიცი ჩემთვის წარმოუდგენლად რთულია და ვერ შევძლებდი ალბათ ვერასოდეს რთული იყო რეალურად ან როგორი იყო ყოველდღიურობა რთულია ყველაფერი რთულია როცა იწყება და ჩვენ ხო ოჯახთან ზეკვენა მაგრამ მე ეჩევი და ხარ ბუნებასა პირისპირ და კაცებთან პირისპირ წკემსენაც ისკესენი კაცები არიან რომ აი ამ დროს ეს შესწავლო ხასიათებს კაცების ხასიათებს რომ მე გჭირდა მაგალითისთვის რომ აი ეს როგორი კაცი იყო აი შენ როგორი უნდა იყო შენ თავნა შექმნა ამ კაცების გარემოში ცხოვრებისას ამის აი დეგო ხოსიშო აი მაგრამ ის განსხვავება იყო რომ მე როდესაც კითხულობდი ხოლმე ძალიან ხშირად და წიგნი დამქოდა მუდმივად ცხვარში ერთი დროასათი გაზაფხულია ცხვრის პარსონა დავიწყოთ და ცხვარს მოუძღები წინ მიწერია ბალზაკის შაგრენის ხალხ კითხულობ და მოდ გამოერა მანქანა გორკარემ ვილისები როგორ ხანა ჩერა მანქანა გადმოვიდა რაიკონს დივანი ჩვენ რაიონისა შოთა ქისტაური რა საკეთებ ახლა ცხვარში ვარ და ცხვარი სადაკაო მითხრა მიუხედავად ცხვარი აღარ იყო ცხვარი ცხელი ამედი იყო და ამ დროს იცის რომ ცხვარმა როდესაც ცხელა თუ შენ არ ამართა ცხვარს იმან იცის ამედის რომ ნიავის მიმართულებით მიდის და ესე დაგუნა თავს უშევს და ნიავის აქედან გრძელდება ხო ეხლა კი და მოხდი უკვე რომ საერთოდ წავიდა ცხვარი ახლა ვიცოდი სადაც წავიდა და
დავდე და გავხედე ცხოვრი აღარ წავედი სხვა საძებნად მოგეცხა. ეხო ხომ ასეც და შეროცა წინთან ხარ და ბუნებასთან ხარ, არა ნაკლებად განიცდი. აი მე არის ძნელია შეგუება იმ გარემოში, სადაც გიხდება ყოფასთან. ახლა მე მაგალითად დღეს რომ დაბრუნებულიყავი, აი დღეს რაც ხდება საქართველოში. მე ალბათ ფსიქოლოგიურად შევიშლებოდი. აბა ყოფოდა გამძლეობა ვერ შევძლებდი. იმიტომ რომ მე სხვანა რა წავამედენია ქართული კაცი. ქართული ქალი. მაგრამ მიმათი ბრალი კი არა. არა მაგათი ბრალი. აი ვაჟაფშალაზა გავაზრდელი, გავოცნობიერებელი საზოგადოება რამდენადაც ბევრი არ უნდა იყოს დემოკრატია ქვეყანაში, უნდა მექნება ხელისუფალთა სათამაშო ბურთის ათლელი დუმა. ეს აქ გაუნათლებელ საზოგადოებაზე. განათლება დიპლომი არაა. უნივერსიტეტის სწავლა არაა. შინაგანი განათლება უნდა გჭირდება. აი სამში უნდა ცხოვრობდე, აი ილიამ რო მოგცა სამი ზომილება, მამული, ენა სარწმუნება. ესენი უნდა იყოს შენში. შენში უნდა გქონდეს გულში, ამისთვის ცალკე ოთახი უნდა გქონდეს გამოყოფილი. აქ ამას როდესაც აი ამის გარეშე როგორ შეიძლება ვერ იქნები ქართველი კაცი. არასოდეს ვერ იქნები ქართველი კაცი. რომელიც ამმა გამოაცალე აქედან. მამულს გამოაცლი იშლება უკვე. ზევთ არაფერს საყრდენი აღარაა. ენას გამოაცლი უფრო კატასტროფულია. იმიტომ მიცა მყარი საფუძველი დედა მიცა მამულე მიცა ენა საფუძვლად. ავიდა სარწმუნოებამდე. აი ეს სამი ნიშანია შენი გენეტიკური კოდი. რა უნდა გმართავდეს შენ. აი ახლა დღეს ეს საზოგადოების უმეტესობა დღეს არის რომ ეს ნახე თანდათან გაღვივდა. ეს კარგია ხანდახან როდესაც ვიღაცა შეუბერავს იმინაულოს და გააღვიძებს. ქართველი კაცის გამოღვიძება არის სახიფათო. უზარმაზარი ქართველი კაცის სახელმწიფოებრივი დაზროვნება არის სახიფათო ნებისმიერი ქვეყნისთვის, ნებისმიერ ეპოქაში. იმიტომ რომ ქართველ კაცს უზარმაზარი შესაძლებლობაა, გონებრივი შესაძლებლობა, რომელსაც რომელიც მართლა ვერავის ვერ შეუძლია. თუ ეს გონებას შენი ქვეყნის სამსახურში ჩააყენე. მე მტესნურას კარგი. აუ ის იმას ვიტყვი რა ის ხშირად მახსენდება ხოლმე თუ ქართველი ხარ ცეცხლს შენობით ელაპარაკე. აი სიტყვები. ძალიან. ზიატარიელ, ასეთი რამე გაქვთ ნათქვამი, ვიცოდი რომ ჩვენ ერთად ვერ დავბერდებოდით. მინდა ის იმ ტრაგედიაზე ვკითხოთ, რომელიც თქვენ ოჯახში დატრია და თქვენი შვილის გარდაცვალებით. როგორ შეცვალა ტარიელ ხარხილაური ამ ამბავმა? ხახლა ამ გადასახედიდან როდესაც გარკვეული დროის მერე ყველა ტკივილის გამომბე მერც მადლობას ვუხდი. ვალენტინ ტრაგიკული დღის გამოც კი. არასოდეს არ დამისამ კითხვა ღმერთის თილფონის ჯერისთვის. რატომ? მე სიჩანში აღხსენებ მოგედეს ლადოშილო რომ დაიბადა თითქოს წინასწარ გრძნობდი და დაუწერე ასეთი ლექსი, მაშინ ლექსი ორთროპეუსტროკენია არ გაიარო თავდახელმა ჩემს გამოშვილო ჩემი ქვეყნისთვის არასოდეს მიღალატია. ეს იყო რომ დაიბადა ბავშვი. აი გაივიდა ხანი და ღმერთმა შენ მოგიწო გამოცდა. შესძლება მას რომ მიხვალე შენ სულს უთხრა. ეს ტრიქონები გაუმეორო. არ გაიარო თავდახელმა ჩემს გამოშვილო ჩემი ქვეყნისთვის არასოდეს მიღალატია. არასოდეს არ მიღალატია ჩემი ქვეყნისთვის. არასოდეს არაფერზე არ გამიცლია სამშობლოს სიყვარული. არანაირღირებულებაზე არ გამიცლია. ჩემთვის ყველა დიდი ჯილდო მომცა პატარა გოგონამ, რომელიც სახელად გვარიც არ ვიცი და არ ვერთ იმდენად დავიბენი რომ ვერ ვკითხე.
ფილარმონიას ეს ამბავი მოყოლელი მაქვს თქვენთან ტელევიზიაშიც. მე ფილარმონიიდან მივდივარ მაგაზე ერთი ოთახი ჰქონდა ოპერის გვერდით, სახლი რუსთაველისკენ. აი ციგნეს მაღაზია იყო ხოლმე კუთხეში. ჩირაღდანეზე. აი პატარა გოგონა გამსდა და მოტრიალდება ჩემსკენ და მიყურებს. და ნაბიჯი არ უმიდის. ახლა დავუთხარ რომ ხო არაფერი გიჭირს. დაგეხმარო. შეიძლება თქვენთან მოვიდეო. მოდი მეთქი. მოდი შილო. გადამეცია ბიჯაკი მეცოდეს შეიძლება გულში გაკოცო. ახლა ცრემლი მერავაში. რო გამახსენდება. მოიხა მოიდა გოგონა და მაკოცა გულში. იმთნად დავიბენ და წავიდა. დავიბენი ვერ ვკითხე ვინ იყო. აი ამაზე დედი ჭირდო. ამაზე დედი რა უნდა მოგცევ რო შენ ეს შეგეცვალოს. აი ეს შეცვალა ამ ერთმა ჩემში. ეს სიყვარული მომიტანა. სარმაზარი სიყვარული. ახლა ქუთაისში ვიყავი ახლა საქართველოს თეატრალური ფესტივალი ჩატარდა. როგორ მინდა თეატრალური ფესტივალები ჩატარდეს საქართველოს ყველა მასშტაბით. რომ ხალხმა ქუთაისურად ცხოვრება ისწავლოს. ისინი სხვანაირად ცხოვრობენ. იმათ სხვანაირად მოხდება აღზავში. პატარა ბავშვები მე პირველ მეორე კლასელები რომ გამოხადება და ჩაგეხო ხვარიცია მინახა. წარმოადგენ არა, შენ ხვარიცია რა ალექსია. და ჩაგეხოთებიან ყველი. შენ აი ამ ეცესაც მადლობას ვიხდი, უბრალოდ მე ამისი ზუსტად აი ამ გაძლიერებისთვის მომცა. ამას მე შევძელი რომ ეს ტრაგედია რანანაირად შემემსუბუქებინა, ლირიკა შემედანა ამ ტკივილში. ეს იმიტომ მე ხასაც სირდებოდი. მედინარი ვარ ხოლმე, როდესაც გავივალე ქუჩაში თბილისში და ხანდადა და ხალმამა მოადა მადლობას ეხდიან. რომ შენ მე გამაძლები, გადამატანინა ტკივილები. აი ამისთვის დაგტოვა უფალმა. ამიტომ არ შეიძლება რომ ამით შეცვალა, შეცვალა შეიძლება სხვა გზით წასულიყავი და ამოგეწორა შენი თავი გარკვეული დროის განმავლობაში და გაგიყვანათ ამ წუთისებულიდან უფალი. არა შენ სხვა მისიას დაგაკისრა. სხვისი ტკივილების შენათქცევა. ეს უნდა შეგეძლო. მადლობას რომ ოპმაი უფალსავე დახმარების შევძელი. რჩევა მინდა გითხოთ ახალგაზრდა მამებისთვის, არ ვიცი, ძველგაზრდებისთვის, რა რჩევას მოგცემთ? მინდა მამებმა შვილებთან საუბარი ისწავლონ. დიალოგი ისწავლონ. შენი გადასახედიდან კი არა. აი ამ ბავშვის გადასახედიდან. შენ კამა ერთმანეთთან ნორმალური კამათი არ შეგვეძლია. უნდა ვიჩხუბოთ. როგორ შეიძლება რომ ჩემი შვილი ჩემზე მეტი ისე ჩემი ისეთი რაღაცა კითხვა დამისვას რომელიც შეშე არ არის არა. შუაშკაცი ხარ გაიაცი პასუხი ამ კითხვაზე. ახლა მაგალითს მოვიყვათ კიდევ. სამებე საკათედრო ტაძარში ვიყავით. სკოლის ბავშვი 4 სკოლასთან მქონდა შეხვედრა. ხო და რო დამთავრდა ღონისძიება, კითხვა პასუხის რეჟიმში იყო. პატარა გოგონა ზაზის მე-7 კლასელი გოგონა წინას გამზე, ულამაზესი ბავშვი. და გადამედგა წინ. კითხვა არაფერი არ დავუსია კითხვა მაშინ. გადამედგა წინ და ბატონოტარია უმართის ტაქტიკური მეტა. შეეცვალა უმართის მანერა ბავშვების ამ თაობაში. ბატონოტარია შეიძლება კითხვა დაგისვათ და დადგა წინ. წინ დამედგა. გზაკი არა რომ გაქცევის საშუალება მომეაცა. არა წინ. ხოლმე გადააბიჭე. და რა კითხვა დამეცა წინ? რა უშველოდ ჩვენში დაგუბებულ აგრესიას. აგრესია ხდება ჩვენი ჩაურეულობის გამო. მამების ჩაურეულობის გამო. დედების ჩაურეულობის გამო. ბავშვები ხდებიან აგრესიულები. შენს მიმართ ხდებიან აგრესიულები. ჩემს მიმართ ხდებიან აგრესიულები. მართალნი არიან. ეს ბავშვები. აი შენ უნდა გამონახო დრო რომ შენ შვილთან აი ხევსურებს გქონდათ კარგი. შვილს 13 წლის ასაკიდან ესაუბრებდა როგორ თანასწორს. და რჩევებს აკითხებდნენ ხოლმე. ეგ არ ვიცოდი და გასაკვირიც არის ხევსურებისგან ეგეთი. ხო, რჩევებს აკითხებდნენ რომ ჩამოყალიბ მამაკაცს ბიჭებს.
ეხლა გოგებთან არ ქონდათ ესეთ დამოკიდება. ნუ ეგ სამწუხარო ხო? სამწუხაროა. ხო და გოგბიჭებს ვრდიდან კაცებად თავიდანვე. იმიტომ დამოუკიდებელი აზრი უნდა ქონიყვათ ბავშვებს. იმ შვილებს არა. აი სამედოვე ჩვენ დავტოვეთ ისინი ცალკე და ჩვენ ცალკე ვართ. იმათი დასმულ კითხვაზე არის რო პასუხი არ აგები და ვერ გასცემ პასუხი. ბოდის კი არ მოვიხდი პასუხი არ აგა. დაუწყებ ჩხოუს. გალანძავ არა. ეს აუცილებლად ეს უნდა შეეცვალოს ეს დამოკიდებულება. ეს თაობა თუ გაგვიცხდა ხელიდან, თქვენი შვილების თაობა თუ წავიდა ხელიდან, რუსად ქვეყანას არაფერს საშველი არ აქვს. ეს მოდის გამოუგონებელი თაობა. გამოუგონებელი შინაგანი კულტურის მქონე თაობა. გამოუგონებელი გონების თაობა, ეს გაგვიძებული ის იმას დაისროარი კავკასიონის თაზე მიჯაჭვული ამერანი კი არა, გონება კავკასიური თაზე მიჯაჭვული გონება. ილიას რო აქვს ბაზალეთსა მისცირას ოქრო საკვანი არის. აი საკვანი თქვენ უნდა მოეყვანოთ. ის საკვანი ამ ბაის თაობა წერს. აი ეს თაობა ამათან უნდა მამემა უნდა ისწავლოს საუბარი. დღეს დღეს ალბათ ერთი ყველა გადამწყვეტი. სწორედ მამების თაობა უნდა შეერიოს შვილების გაზრდაში. არ ვიცი ხარ რამდენად ის თავში ამივარ და ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებ ხოლმე მედაში. მეც მგონია რომ ძალიან კარგ წეშტილი. ხო. ვიშო, ნელა დავასრულეთ ისეთი კარგი ნოტით ვასრულეთ რომ მამები უნდა ჩავერიოთ შვილების აღზრდაში. და აუცილებელიც არის, იმიტომ რომ ჯერ ერთი მინიმუმ ჩვენ შვილებს გავიცნობთ და მე დიდასაკში აღარ მოგვექნება ჩვენ შვილებთან გავუცნობთ. იმ გოგონას როგორ აუხსენით ის? მე ხო არ გამიშო წინდამით ახლა მე ვთქვი რომ მეგონა რომ მეტყვის თქვენი საყვარელი ლექსი რომელიც აუხსენ რომელმაც დასახლა გაიცდებს ახლა არა. მეტყვის რომ ეს თქვენი პირველი ლექსი დაწერა არა ასე ეს როგორ და შემზარა ამ სიტყვამ ამ კითხვამ არა ხარ მზად როგორ უნდა უთხრა როგორ აუხსნა და ხალხს ამის საკათადო დაზარში და გაგეხსენა გონება და დავიწყე ასე მე და ჩემ თაობას რომ გავგეკეთებინეს რამდენი ჩოგეძლო ჩემი შვილების თაობას გაეგრძელებინა კი არ დაენგრელს გავაკეთე ახლა კი არ დაეწყო აქედან გაეგრძელებინა და იმაზე ეთქვა რაც არ მოსწონდათ რაც არ იყო მიუღებელი შენამ კითხვას არ დამისვამდი ეს კითხვა გაუსწრა შენ თაობას გასწრა შენ თაობაში ამ კითხვის ამალი არის თქვენში რომ თქვენმა შვილებმა ეს კითხვა აღარ დაგისვა აი რაზე უნდა ისაუბროს თქვენი თაობა თქვენი მამების თაობა შვილებს რომ ეს კითხვა ამ ბავშვებს გაუიოლოთ მიშო აუცილებლად მადლობა ჩვენს პარტნიორ სექტორ დესამს გვერდში დგომისთვის გადასარევი პურებისთვის და ხარდაჭერისთვის და ბოლოსკენ მინდა გთხოვოთ 1-2 ლექსი რომ თან ორიო ერთი ცოტა დღეს მოდენ უფრო სამშობლოს როგორც ძანით დღეს რაც მე როგორ გაცდა უნდა გქონდეს როცა ქართული მიწაზე დგახარ შეწყდა ჩოჩქოლი თებზე მიწომზე ეს ჩუმიცა მე მეკცა წამებად მე ახლა ვდგავარ ქართული მიწაზე რა ვქნა თუ ეცაც ეცოტავება ჩუმია სივრცე ფეხს უცემ ძლავრა და საფარენად იწევებ მე როცა ქართული მიწაზე ვდგავარ მთელი სამყარო მიჭირავს მხრებით შენი თუ არ დიდი ცდება ვინც შენთან ყოფნას არ რთულებს ამ სამყაროთვის შენახარ ხედი იმ სამყარომდის მიცავ ქართულო შეუნდოს ყველას ვინაც აქწერა და სისხლს გიწოვდა როგორც აფთარი ნუ გამსჭით ყველამ ვერი არწივა შენი მათანაც დარჩი მართალი რა გჭირს ისეთი მე რომ გიცავდე როცა შენთან ვარ ვიცი ნებნება ღმერთო მე ვდგავარ ქართული მიწაზე მათელი სენი სურში მეღარება და ქოს გრიგალი ფეხს უცემ ძლავრად და საფარენად იწევენ ფრთები მე როცა ქართულ მიწაზე ვდგავარ მთელი სამყარო მე მიმაქვს მხრებით ძალიან კაი ხო მრავალ ახალ წელს ასეთი გადასარევი სტუმრით ყველაფერი კარგად იქნება აუცილებლად ჩვენ უბრალოდ მოთმინების უნარი უნდა გქონდეს აი დღეს მე არ მოგონა ქართველი კაცი დღეს ასეთი მოთმენის თუ იქნებოდა
და ეს შეძლო. ეს არის ზუსტად ქართული გქონის გამოფხიზლების ჟამი. საქართველოს აი პატრიარქმა აი შენ აღქმული მიცა რომელშიც უნდა შევიდეს და თქვენი შვილების თაგვანა შეგვეცარ. მეც თუ გმოასწარ ამ აღქმულ მიცაზე. მადლობა ჩვენს მაყურებელს. აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი, რომ ასეთი გადასარევი სტუმრები ძალიან ბევრი და ხშირად ბევრს და ხშირად უყურებთ. ამადროებით.